დილამშვიდობისა. დილას ვიწყებთ აეროპორტით და ყავით. როგორც მიხვდით, ზურას ვაცილებ, უბრალოდ გავაცილე უკვე. თან რო გინდა ვიდეოს გადაღება და თან რო არ გინდა. ეხა გადის უსაფრთხოების კონტროლს და მერე პასპორტ კონტროლს გაივლის და სადღაც აქ პანჯარასთან უნდა მოვიდეს წესით. სხვათა შორის ყავა flat white უფრო გემრიელი გამოვიდა ვიდრე კაპუჩინო. გაითვალისწინეთ. ხო და დაველოდოთ ზურაბს. სად იქნება? ცივა მინდა გითხრათ. მომენტი როცა თან გინდა რომ იტირო, თან არ გინდა რომ იტირო. ესე ამბები. რა ჯობია იტირო თუ არ იტირო? ჯობია არ ვიტიროთ. საკმაოდ ბევრი ფრენაა დღეს. ლარნაკა, ათენი, მე მგონი მილანის ფრენაც არის თუ არ ვცდები. და მოსკოვისო მე მგონი ზურამ ესე თქვა. არ ვიცი მე არ წამიკითხია. და მოსკოვში ფრენებიც დაინიშნა ქუთაისის აეროპორტიდან. არ ვიცი. დაველოდოთ ზურაბს. ყურადღება, ქალბატონებო და ბატონებო, სრულდება ჩასხმა. ზურა გავაცილე. ეხა არის 7:05 წუთი ზუსტად. ხო და ვიფიქრე ეხა სახში წასვლას, დაძინებას, ბარემ ქუთაისთან ახლოსა ვარ. გამოვიარე აგროჰაბში. მე რო არ ჩამოვიდე რაღაცების აყიდლად. და წავიდეთ. დილის 6 საათზე წავიდეთ აგროჰაბში ერთად. ვიყიდეთ რაღაცები. ეხა გამოვედი აგროჰაბიდან და მივდივარ სახლისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ 24 საათიანი აგროჰაბი, ამ ხელა თვალებით იყურებოდნენ კონსულტანტები სავარაუდოდ ესე დილაუთენია ხშირად არ მოდის ხალხი. სახეზე ეწერათ, რა გიდოდა რომ მოდიოდი, მეტი საქმე არ ქონდა ამ დილის 6 საათზეო. მაგრამ მეტი საქმე არ მქონდა. ეხლა მივდივარ სახლისაკენ ხერი. ხორცი გამიდოდა და ხორცის კონსულტანტები არ იყვნენ. მაგრამ ვიყიდე გაყინული ქათმის ფილე. გამოსავალი ვნახე. ძირითადად ნედლს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ არა უშავს ამჯერად ახლა. თქვენ იყენებთ სუპრემოს გაყინულ ქათმის ფილეს? დამიწერეთ კომენტარებში, მე დიდი გამოცდილება არ მაქვს. ხო იცით, ათენში გაყინულს არ ყიდულობდი არაფერს და აქ ნედლი რო იყიდო, ის უნდა მოკლა, რა ქვია, გველვეშაპი. ფიქრობ, ეხა სამრეცხაოზე ხო არ გავიარო და მანქანა ხო არ გავრეცხო რა. გარედან იმდენად ჭუჭყიანია თბილისში რო ვიყავით. მთელი სისის აქ მტვერი აკრებილი. და უბრალოდ ქაფს გადავასხამ და წყალს გადავავლებ და არ გავასუფთავებ ტილოდი. ისე ჩამოვაცილებ, მე რამდენი ძაღლები. ესეთი ამბები, წავედით სახლში. ცივა. აბა თუ გამოიცნობთ სად მოვედი? მართალია.
მანქანის გასარეცხად. გადავავლოთ წყალი ჩემს მანქანას. ხო და მერე წავიდეთ სახლში. გამიმართლა ხურდები რომ აქვს. დაუცებ გავროცხავებ. კი მართალია შიგნიდან ტვერსასრუტით არ შემოული ახლა, მაგრამ გარედან გავრეცხავ. ასე ჯობია, ჩემი აზრით. ოი დიდგო. ეს რა არის? ტილო. წავედი. გავარდისფრდა. ამასობაში მანქანაც გავრეცხე. ეხლა წავედი სახლში. მასობაში მოვიკრიბე ცანა და გავაკეთე ეველინას უსაყვარლესი საჭმელი ბრინჯის ნუდლსი ქათმით, ბოსტნეულით და სოიოს соусით და ზემოდან აქვს სეზამის მარცვლები. ვითომ გამოვიძინე. ვითომ. მაგრამ ესე ვარ. გაბრუებული ჯერ კიდე. სურათ ჩავიდა მშვიდობით ყოველგვარი პრობლემის და შეფერხების გარეშე. ეხლა ძინავს სავარაუდოდ, იმიტომ რომ თვითონ რომ დამირეკა მე მეძინა და გამითიშა მერე გააგრძელე ძილიო და მე აღარ გადაურეკე. აღარ გადაურეკე, მივწერე რომ აქ ხარ მეთქი და არაფერი არ მოუწერია და ესე იგი ძინავს. შეგრძნება ისეთი მაქვს. ჯერ კიდე რო ვერ გაქვს გადახარშული. ყველაფერს ეჩვევი ადამიანი მინდა გითხრათ. სიშორეს მანძილს. ეხლა სად მივდივარ? ეველინას აქვს პასტები, საყინელი, ფანქარი. კიდე რა მინდა? არ მახსოვს რა მინდა, რაღაცა მინდა, მე გამახსენდა. ესეთი ამბებია, ამინდი გვაქვს მოღრუბლული.